ექიმების ინფორმაციით ამინდის მკვეთრი ცვლილება გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ირღვევათ ბორეგულაცია, რაც იწვევს სხვადასხვა ჩივილებს. განსაკუთრებით კი მოქმედებს არტერიულ წნევაზე. ექიმი ანა ქადაგიშვილი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ამინდის ცვალებადობა ეს არის მეტეო დამოკიდებულება ადამიანის ორგანიზმის, ანუ ადამიანის ნატიფი რეაქცია მგრძნობელობაზე, ანუ ადამიანის ორგანიზმზე აისახება სხვადასხვანაირად, ეს განსაკუთრებით შეინიშნება მგრძნობიარე ემოციურ პაციენტებში და ამინდის მკვეთრი ცვალებადობა, მაგალითად ტემპერატურის მომატება ან ძლიერი მკვეთრად დაცემა მოქმედებს შაკიკით დაავადებულ პაციენტებზე და თავის ტკივილი სხვადასხვა სიმპტომურად გამოიხატება სხვადასხვა სახის თავის ტკივილი. განსაკუთრებით მკვეთრად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემის მქონე პაციენტებში, ზოგადად ამინდი, ტემპერატურის მომატება ან დაკლება აისახება არტერიულ წნევაზე, ტემპერატურის ანუ სისხლის არტერიულ წნევაზე აისახება, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლის ქიმიურ და თვისობრივ შემადგენლობაზეც კი, პულსის გახშირებაზე, არითმიებზე და ასე შემდეგ, ამიტომ საყურადღებოა ძალიან. აი ახლა მაგალითად არის საგრძნობლად ისეთი მარტისთვის უჩვეულო ამინდები მოგეხსენებათ, მაგრამ შეიძლება ეს ამინდები როგორც პროგნოზირებენ შეიცვალოს, ამიტომ ადამიანებმა უნდა მიაქციონ ძალიან დიდი ყურადღება არტერიულ წნევას, ხშირად გაიზომონ, დაიკონტროლონ მაჩვენებლები სასიცოცხლო მნიშვნელობის და ამასთან ერთად მოუწოდებ, რომ ფიზიკური აქტივობა, ჰაერის განიავება ხშირ-ხშირად და პირველ რიგში კვების რეჟიმი მოიწეს